ტრანსპორტის მძღოლების მოთხოვნა შესრულებულია 9 დღიანი გაფიცვისა და 6 დღიანი შიმშილობის შემდეგ შპს ავტოტრანსპორტის დირექტორმა თანამდებობის დატოვების მოთხოვნით საკრებულოს მიმართა. ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ საკითხის განხილვის შემდეგ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გია ლორიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხზე საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ. გადაწყვეტილების მიუხედავად მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებმა განაცხადეს, რომ ისინი სამუშაოს ხვალ დილიდან დაუბრუნდებიან. აქციის მონაწილეები დეტალებთან დაკავშირებით შეხვედრას ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ელოდებიან. ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, საკრებულოს სხდომა სავარაუდოდ თვის ბოლოს ჩაინიშნება. მივიღეთ კომპრომისული გადაწყვეტილება ბატონმა გია ლორიამ წარმოების ხელმძღვანელმა გაითვალისწინა რა არსებული სიტუაცია, გადადგა ნაბიჯი და დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ, თუმცა არ ეთანხმება მძღოლების მოთხოვნებს სასახად და უახლოეს სხდომაზე საკრებულო ალბათ დააკმაყოფილებს მის მოთხოვნას, შემდეგ ვიფიქრებთ იმ მექანიზმზე, როგორ უნდა შეირჩეს წარმოების ახალი ხელმძღვანელი. კომუნიკაციის პრობლემაზეა საუბარი, ზოგი საკვედური, ზოგი რაღაცაზე გაგდებულია, ზოგი ლოთობაზე, ნარკომანზე, ზოგი ქელეხებში არ დავდივარ თუ რაღაცა ესეთი ის არის და ნუ ახლა ეს ნამდვილად არ არის, ხო? ახლა სამართლებრივი ფორმა დირექტორის წასვლის, ხო? მაგრამ მე მაინც მიმაჩნია სწორად, რომ ახალხმა რო არ ინერულოს და ხალხო მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახუროს, აუცილებლად უნდა განამდგარიყო, ასე რომ ეს ნაბიჯი გავაკეთე, არ ღირს არც ერთი სკამი იმ ნერულობად, რაც მიმდინარეობს ამ ბოლო დღეებში ჩვენს ქალაქში. მივახციეთ იმ შედეგს, რომელსაც რამოდენიმე დღე 9 დღე ველოდებოდით და გადადგა დირექტორი, ჩვენ მოხარულები ვართ ამის, ამიტომ ჩვენ ხვალიდან ვიწყებთ მუშაობას, ვაგრძელებთ ჩვეულებრივ რეჟიმში. იმედია რომ მოვა ესეთი დირექტორი, რომელიც ჩვენ უბრალო ხალხის გვერდზე დადგება და ადამიანურად იმუშავებს. ბატონ მერს ველოდებით რომ მობრძანდება შემსრულებელის მეუღლეობას და თვითონოდ გარანტი გაგვიხდება კიდე და ჩვენ შევასრულებთ ჩვენს სამუშაოს კეთილსინგისიერად.